იცით მოვედი ფოტიებთან, რომლებიც საოცარ ექსკლუზიურ ხელნაკეთ ნივთებს, ჩანთებს და რა ვიცი, საოცრებებს აკეთებენ, ხო და ეხლა შევიდეთ, მე ვარ ძალიან ხელმრუდი კი არა, როგორ ქვია მაგას? მოკეთ, არ გამომდის ეს ხელსაქმეები და უნდა ვისწავლო და ვნახოთ, გამომივა თუ არ გამომივა. წავედით ფოტოებთან შევიხედოთ. მული! მოვედით! მე აგიხსნით მულს რატო ვეძახი? ძალთან ძალი მოსულა. ძალმულის შეხვედრა. ეს ადამიანი არის ჩემი მეუღლის ბავშვობის ჯერ მოგვარია, მე არის ბავშვობის უახლოესი მეგობარი და ერთად გაზრდილები და ერთად გატარებული მთელი ცხოვრება და გამიზრდია შენთვის ბიჭი. აი ესეთი რძალმულობა გვაქვს მოკლედ. მოვედი. მე ჩემი უხერხული ხელებით უნდა მასწავლო. არ აქ შევიდეთ თუ პირდაპირ სახელოსნოში. წამოგავიქცეთ. ხო მოვითელოთ ცოტა. აი, მოვითელებით და დავბრუნდებით. იწყება მოთელვა. სანამ ჩვენი ყავა იხარშება, სანამ ღომი ამოთუხთუხდება, გავაკეთოთ ტყავის შეჭამანდი. ხელი ჩაყარო. ჩავუშვა. ასე. ეგ რა არის გოგოებასა? ეს არის ტყავის შეჭამანდი, რომელიც ჩვენ გამოგვადგება ჩვენი შემდგომი სილამაზეების გასაკეთებლად. ცოტაოდენი სუნელი, სხვადასხვა ტიპის. დავუმატოთ. ციკვი მარილი გემოვნებით. კონდარი არ დამიგო. კონდარი. ომბალო. ჩვენ იმერლები ვართ და ომბალოს არ დავაკლებ არაფრით. მოდი ნახე როგორ იხარშება. მოდი ჩახედე. სუნელმა სხვა გემო და სუნი მისცა. წავედით ახლა სახელოსნოში. ვაიმე, რანაირად გაგვიწვიმდა ეს. აუ, ეხლა რომ კარგი ამინდი იყოს, აი აქ დაჯდომას და ჭორაობას არაფერი არ ჯობს. კარგ ამინდში გარეთაც ვკერავთ. ხო და ფოტოების ექსკლუზიური ხელწერა. ჩემი პირველი ნაბიჯი ხელნაკეთი ჩანთისკენ. მოდი. ფოტოების ჯადოსნურ, აი მეწვის წვეთი. სახელოსნოში. დაუარე ხა ჩვენი ყველაფერი. ეხლა მე უნდა შევკერო ჩანთა და ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ არ ვიცი რა გამომივა, მაგრამ იმის იმედი მაქვს, რომ ჩემი ნათია ისეთი გოგოა, რომ ყველაფერს ისე ამიხსნის და ისე გამაკეთებინებს, რომ მე მგონი საოცრება უნდა გამოვიდეს. აი. შენსახოიც. აბა მული რითი ვიწყებთ? მითხარი რითი ვიწყებთ? აბა ვნახოთ, შევარჩიოთ ყველაფერი, ტყავის, ფერი, დიზაინი. რიჟა ხო არ იყოს? ზოგადად რიჟა არის ძალიან მოთხოვნადი და გაყიდვადი ფერი. ხო და მოდი რიჟა იყოს. რძლის სიტყვა კანონია, იყოს რიჟა. ესე იგი, ტონები უნდა ავარჩიოთ, ხო? ხო და 3 სხვადასხვა რიჟიდან. აუ, ძნელია სარჩევია. საკმაოდ რთული დავალება. ხო. აუ, მოდი ეს იყოს. არა? იყოს. მე მგონი კარგი ფერია. დამჭდარი კლასიკის. ხო. თან ვინტაჟი, თან კლასიკა. და ეხლა რითი ვიწყებთ? პირველი რთული დავალება. ვაიმე. სახაზავს მაგრად ვაჭერთ ხელს, რომ არ გაგვექცეს, კი ბატონო. ეხლა ხელი გადაგვაქვს იქეთ, კიდევ ვაფიქსირებთ. საოცარი მოსწავლეა, საოცარი. აუ, ისე დავაწექი, რომ მე მგონი Yes! გამომივიდა. იშველეთ. საპასუხისმგებლო საქმეა.
მიყურებს მასწავლებელი. ხო და მე აღმოჩნდება, რომ შე როგორც მეუბნები ხოლმე, რა უქნია ამას? შეშრეს, შეგვიძლია დავაწებოთ ლამაზად და კოპწიად. აი მე ლამაზად და კოპწიად დაწებება ხო მოგიყევი მე როგორც გამომდის. ეხლა ესენი ჩავსვათ, ეს კეთდება აქედან თურმე და ეს კიდე ქვემოდან. გადასარევი. ვაიმე! ეში. ეთერისა. აი! ვოთ! ბრავო. ცოტა. ვაუ! პირველი ეს აღნიშნავ. რას აღნიშნავთ? ეხლა გეტყვით, რასაც აღნიშნავთ, ქალბატონო მაკა. მოკლედ, მოვნათლე რძალი, მაგრამ ნერვიულობს არაფერი არ ჩანსო და მაკუნა, ხალ ჩაგილურჩდება, ჩაგიშავდება. არი ნერვიულო? პირველი გაფუჭებული თითი. აბა, გავაგრძელებთ ეხლა და ვნახოთ რა გამოვა საბოლოო ჯამში. ღირდა ჩემი თითი, ღირდა. იცი რა არის მართლა ერთგვარი თერაპია, ყველაფერს რო თავი დავანებოთ. იმედენად სასიამოვნო პროცესია. ვაიმე და ისე მაინტერესებს რა გამოვა საბოლოო ჯამში. ეს რაც არასწორად დავსვი. მეთქე. ხო, ისინი უნდა წავშალო. მაკუნა. რაზე გადახვედი მაკუნა? ვაიმე, სხვა თითებიც უნდა ჩავაჩაკუჭო. რაღა ვქნა. არა, დავსვეცდი. შემდეგი ეტაპი, დავიწყეთ ტყავის აქსესუარის არჩევა, თუ რა ქვია. ჯერ ვერ გავერკვე იმდენი რაღაცა გასაკეთებელი და სანახავი და ასარჩევი. ეხლა ავარჩევ, ჩამოვყალიბდები და მერე დაგიბრუნდებით. მოკლედ, ამასამდე. ჟღარუნები. დაძლიერად. არისო ხო? კიდე. ოჩი. всё, ეგარი. გამოვიდა. დანდარანდანდარა. შეხედე ახლა რას მოგცემს? რას ფიქრობ შენ მიადი ახლა ესენი. ძალიან ბევრი რამეა აქ, რაც შეიძლება მიედოს ამას. მიედოს ხო? არა, იცი ცოტა რაღაც აქეთ ხარეს უნდა კიდე მე მგონი. რაღაცებია ნახე. ამაზები. ფანტასტიკი, ნო? და როგორ ვამაგრებ, კაცო? აი ესე შეგიძლიათ. არეტევა, კუნკულიკა. მოდი ახლა ხანდენ გავხრი. უნდა დავეხმარო, არავინ არ გამომიცვლის. აი. მე იტყვი არა ხარ ხელჩლუნგიო. ვარ და რა ვქნა? ბოლო შტრიხები. დაგჭირდებაო, მოდი. ეს. და დაგჭირდება ეს. ეგ რისთვის არის? საკიდი. საკიდი. შესაკრავი. წავით. დასრულდა. მოდი აბა ახლა ვნახოთ რა გამოვიდა. მე მგონი ძალიან ლამაზი გამოვიდა ეს ჩანთა. თუ მე მეჩვენება, იმიტომ რომ პირველი ჩემი ხელქმნილია. აუ არა, კარგად მინდა რომ შევხედო. ცოტა
მოიცა, მოდი. დავკიდოთ და შევხედოთ. აუ, მე მგონი ძალიან მაგარი გამომივიდა. აუ, ერთი იდეა მაქვს ახლა. მოიცადე ნათიას დაუძახო. ნათი, მოდი. აბა რა ხდება? სასწაული გოგო, ფანტასტიკური ნამუშევარი. დავგიშდი, გადავირიე. არ ვიცი რა, მგონი მართლა კონკურენტი იქნები, ჩემი ცოტა. და მოვკიდო ამას ხელი, ხო? ნათი, ესეთი იდეა მაქვს. ხო არ გავათამაშოთ. მე მეგონა შენ წაიღებდი. მეც ეგრე მეგონა, რომ ჩემ ხელქმნილს მე თვითონ წავიღებდი, მაგრამ მე მგონი გავათამაშოთ და გავახაროთ. იმედია მოგწონს. მოკლედ მეგობრებო, ფოტიას და ჩემი სახელით გავათამაშებთ ამ ჩანთას. აქ ბრენდი რა თქმა უნდა ფოტია ეწერება, მაგრამ აუცილებლად დავაწერთ სადმე ექნება წარწერა მაკა ზაგანიასგან. ერთი სული მაქვს მეგობრებო, როდის გავიგებ ვინ გახდება აი ამ ჩემი ხელნაკეთი ჩანთის მეპატრონე. ალბათ ძალიან მოეწონება, იმიტომ რომ მე ძალიან მომწონს და ესე იგი, ჩვენი წესები რა არის? YouTube-ის არხი უნდა გამოიწეროთ პირველ რიგში, უნდა დაალაიქოთ და უნდა ერთი გულიანი კომენტარი დატოვოთ. ანუ ერთი გული მაინც. ყველას წარმატებას გისურვებთ. ხო და ვინც შრომობს, ის ჭამს, ვის გაუგია შრომი, ის ჭამის გარეშე შრომა. ხელი გადაადე. ხელი ჯერ. ნახე, აი ყველაფერს მასწავლის, ყველაფერს. 1 2 რამდენი დავადო? 2 და მე გადავაფინო. ბევრი მაქო ძალიან, მაგრამ აქ კიდე ფინალური აკორდი უნდა ბათქმევინო ყველა ვარიანტში. როგორი მოწაფე ვარ? ყველაფერი იყო ნათქვამი და რატო გინდა ეხლა კიდე რო გითხრა და დასკვნითი გავაკეთოთ, რომ დღეს დავუწერე 10-იანი და დანარჩენს განდობთ თქვენ მეგობრებო, მოგწერეთ ყველამ კომენტარებში როგორ მოგეწონათ მაკუნას ნამუშევარი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. აი ფაქტიურად დამოუკიდებლად გააკეთა, კი ზემოდან და გვერდიდან ვეუნებოდი ესე და გამოვიდა დამოუკიდებლად ყველაფერი და ეს იმის ნიშანია, რომ არაფრისგან შეიძლება გააკეთოთ ყველაფერი და ასე რომ და ყველაფერი შეგიძლია რომ გამოიყვანო, როცა გგონია რომ ხელში არაფერი არ გამოგდის, მაშინაც კი შეგიძლია რომ გამოიყვანო. ნათუშკი, იცი რა მითხარი ახლა, იმიტომ რომ აუცილებლად აინტერესებს ჩვენ მაყურებელს. საიდან დაიწყე? არაფრიდან დავიწყეთ იქიდან რომ გაკოტრდა ბიზნესი და დავრჩით ულუკმაპუროთ და დღეს ვართ აქ, სადაც ვართ. უდიდესი მონდომებით, ჩემი მეუღლის და ოჯახის დახმარებით, რა თქმა უნდა. ყველაფერი დაიწყეს ნულიდან. სახლის მე რასაც შევესწარი, უკვე რამდენი რამე მოხდა ამ ტერიტორიაზე და მანამდე კიდე რასაც ვერ შევესწარი, ხო, აი ეს დასაწყისი ხო საერთოდ სხვანაირი იყო და ჩვენ ვიზრდებოდით და მაკუნა მოდიოდა ფეხ ჩვენთან ერთად და ამ ყველაფერს ხედავდა და გვერდით გვიდგა. ვგიჟდები აი ამ ადამიანზე. ვგიჟდები, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, ჯერ ესეთი უნიჭიერესი და მეორე კიდე ისეთი мотиваტორია და ისეთი საოცარი ენერგია აქვს, რომ აი გგონია ამასთან ერთად ურთიერთობა ვის დროს გგონია, რომ ყველაფერს შეძლებ ადამიანი. აი რაც არ უნდა იყოს, ყველაფერს შეძლებ. ადამიანებო, შეძლებთ ყველაფერს. თავარია, ხელები დაუკავშიროთ ტვინს და რაღაც გინდოდეთ, რომ გამოგივიდეთ. აუცილებლად გამოგივათ ყველაფერი. აუცილებლად თავარია გული და სული. ამით დაგემშვიდობებით ყველას და არ დაგავიწყდეთ გათამაშება. აბა, გამარჯვებას გისურვებთ.